პარლამენტის ძველ შენობაზე გამოცხადებული ტენდერი დასრულებულია. ცნობილი ხდება იმ კომპანიის ვინაობა, რომელიც რუსთაველის გამზირზე მდებარე ისტორიულ შენობაში სარესტავრაციო სამუშაოებს ჩაატარებს. არჩევანი კომპანია ორნამენტზე შეჩერდა. პარალელურად ცხადდება ახალი ტენდერი. სატენდერო კომისია კონკრეტული დარბაზების რეაბილიტაციისთვის განაცხადებს, დღეიდან ელოდება. თბილისში პარლამენტის შენობის სასესიო დარბაზი, პირველი რესპუბლიკის დარბაზი, ილია ჭავჭავაძის დარბაზი და ეგრეთ წოდებული კინოდარბაზი დღეს ასე გამოიყურება. დარბაზების რეკონსტრუქცია რეაბილიტაციაზე ტენდერი გამოცხადდა. ერთ თვეში გაირკვევა კომპანია, რომელიც მათ ასეთ სახეს მისცემს. შესყიდვის ღირებულება არის 5 მილიონი ლარი. ფიქრობ, რომ ისეთი ენთუზიაზმი და აქტიური მონაწილეობა იქნება შესაბამისი ორგანიზაციების მხრიდან, რომ დავამსხვრიოთ ერთხელ და სამუდამოდ ის მახინჯი პრაქტიკა, როდესაც ტენდერებში წინასწარ შეთანხმებით იმარჯვებდნენ. პარლამენტის შენობაში ძირითადად სასესიო დარბაზი შეიცვლება. დეპუტატთა რაოდენობის შემცირების შესაბამისად მათთვის მხოლოდ 150 ადგილია გათვალისწინებული. ოთახს ამფითეატრის სახე ექნება, სტუმრებისთვის ცალკე ლოჟა გამოიყოფა. სხვა დანარჩენი კი საკანონმდებლო ორგანოში ძველებურ სახეს დაიბრუნებს. რესპუბლიკის დარბაზი და ჭავჭავაძის დარბაზი აღდგება სკრუპულოზურად ისე როგორც იყო თავისი ავეჯით. თავისი ტრიბუნი და ფერი და ყველაფერი და თავისი ორნამენტიკაზე. დღესვე ცნობილი ხდება, რომ თბილისში პარლამენტის შენობას შპს ორნამენტი გაარემონტებს. ტენდერში 21 კომპანიიდან გამარჯვებული გამოვლინდა. პროექტი 1,5 მილიონი იღებს და სამუშაოები 150 დღეში უნდა შესრულდეს. წინასწარი ხარჯი აგრეთვე სატენდერო დოკუმენტაციაში იყო გამოცხადებული. მხოლოდ ის სამუშაოები, ეს არის საამშენებლო სარემონტო, იქ სამონტაჟო სამუშაოებიც, კონდენსირება, კათობის სისტემები, ელექტროგაყვანილობა და ასე შემდეგ. 2004 წელს დაარსებულ ტენდერში გამარჯვებულ ორნამენტს აქამდე რამდენიმე მსხვილი სამშენებლო პროექტი აქვს შესრულებული. მათ შორისაა მასწავლებელთა დახელოვნების ცენტრი თბილისში და საბაჟო სარფში. მიმდინარე პროექტებშია კარწახის საბაჟო გამშვები პუნქტი.